სხვა კორპუსებში გამოცვალეს ეს ჭისმილები, ჩვენთან სავალალო მდგომარეობაშია, დაზიანებულია 40 წლის წინანდელი დამონტაჟებულია, იჭედება ხოლმე ეს ჭისმილები და სარდაფებში გვიდგება წყალი. Დაახლოებით 70 სანტიმეტრამდე 1 მეტრამდე წყალი ამოდის აიქიდან. და ესეთ მდგომარეობაში ვართ. ვიყავით მერიაში, იქ წყალკანალში და გვითხრეს რომ არავის არ ეხება ეს. მოგვიტანეს მხოლოდ სახურავები გამგეობიდან და ეს ზედაპირულად სახურავები გააკეთეს. ასფალტი 20-30 წელი სულ მინიმუმ გაძლებს. 20-30 წელი აი ეს ტრუბები არ გაძლებს. უკვე არ ვარგა, იმიტომ რომ დაწყებული რო გაიჭედება, სანამ პადვალი არ გაივსება, აი ნებისმიერი კანალოდეც გაიჭედება, სანამ პადვალი არ ივსება, მანამდე აქ ვერ ვიგებთ რომ კანალიზაცია გაიჭედა. იმდენი ხანი დის, შესაძლებელია, მაგრამ 10 წელზე მეტი ხო ვეღარ გაძლებს ეს ძველი ტრუბა. ხო არ გადავთხრით მე ჩვენი ძალებით. აქ არავინ არ მინახია, მე მოსული რომ შემოწმებინა და შიგნით შემოსულიყო და ენახა ჩვენი სარდაფები რა დღეშია. ხო, ესენი მე თქვეს რომ თითქოსო მოვლენო, რაღაცას ჩაბერავენო, მე არ ვიცი ეს ტექნოლოგია როგორ ხდება ამ მილების გაწმენდა და ისინი. ხო და თითქმის შეურაცხყოფილი წამოვედი გამგეობიდან რომ შენაო მთელი ბინის სიმითი რატო ლაპარაკობო. ხო და ჩემთან ერთად მამაკაცებიც იყვნენ, მაგრამ არ შემოუშვეს ისინი, მარტო მე ერთი შემიშვეს. ჩვენ მეთქი გამოვიყვან ხალხს და ჩავდგებით აქ და არ შემოუშვებთ ამას რომ მარტო ასფალტი დააგონ. არ შემოუშვებთ და არც ასფალტს არ დაგიგებთ. აი ესეთი პასუხი იყო გამგეობი, აი აქედანა, ამ მერიიდან. ვიცი, რომ მოდის, აი რომ მობრძანდე და დაინახოთ, პირველ საფეხურამდე არის სარდაფში ამოსული. სარდაფებს კი ვერ ხმარობთ ჩვენ ფაქტიურად. აი მხელა დიდი წყალი დგება ხოლმე.